ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ. ვინც კარიდან არ შედის ცხრის ფარეხში და სხვა გზით გადადის, ქურდი და ავაზაკია იგი. ვინც კარიდან შედის, ცხრის მწყემსია იგი. მეკარე უღებს მას, სხვარი უსმენს მის ხმას. იგი სახელით მოუხმობს თავის სხვარს და გამოჰყავს ისინი. როცა თავისებს გამოუშვებს, იმათ წინ მიუძღვის და სხვარიც მისდევს მას, რადგან იცნობს მის ხმას. უცხოს არ გაჰყვება, გაექცევა, რადგან უცხოთა ხმას არ იცნობს. ეს იგავი უთხრა მათ იესომ, მათ კი ვერ გაიგეს, რას ეუბნებოდა. კვლავ უთხრა იესომ. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, მე ვარ კარი ცხვართა. ყველა ვინც ჩემზე წინ მოვიდა, ქურდი და ავაზაკია და ცხვარმა არ მოусმინა მათ. მე ვარ კარი, ვინც შედის ჩემით, გადარჩება, შევა და გამოვა და საძოვარს პოვებს. ქურდი მხოლოდ იმისათვის მოდის, რომ მოიპაროს, მოკლას და მოსპოს. მე იმისთვის მოვედი, რომ სიცოცხლე ჰქონდეთ და უხვად ჰქონდეთ. მე ვარ მწყემსი კეთილი. მწყემსი კეთილი თავის სულს გასწირავს სხვართათვის. მოჯამაგირე კი, რომელიც არ არის მწყემსი და არც სხვარი ეკუთვნის, მოსული მგლის დანახვაზე სტოვებს, ხრებს და გარბის. მგელი კი იტაცებს მათ და ფანტავს. მოჯამაგირე კი გარბის, რადგან მოჯამაგირია იგი და არ ზრუნავს ხრებზე. მე ვარ მწყემსი კეთილი. მე ვიცნობ ჩემსას და ჩემი მიცნობს მე, როგორც მამა მიცნობს მე და მე ვიცნობ მამას. ჩემ სულს ვწირავ სხვართათვის. მე სხვა ცხვრებიც ამყავს, არ ამ ფარეხისა. მე ისინიც უნდა მოვიყვანო. მოისმენენ ჩემს ხმას და იქნება ერთი ფარა და ერთი მწყემსი. იმიტომ ვუყვარ ვარ მამას, რომ მე ჩემ სიცოცხლეს ვწირავ, რათა კვლავ დავიბრუნო. ვერავინ წამართმევს მას, მაგრამ მე თვით ვწირავ მას. მე მაქვს ხელმწიფება მის გასაწირავად და მაქვს ხელმწიფება მის დასაბრუნებლად. ეს მცნება მამა ჩემისგან მივიღე. ამ სიტყვების გამო კვლავ ჩამოვარდა განხეთქილება იუდეველთა შორის. ბევრმა მათგანმა თქვა: ეშმაკეულია იგი და შეშლილი. რისთვის უსმენთ მას? სხვებმა თქვეს: ეს სიტყვები ეშმაკეულისა არ არის. განაშეძლებს ეშმაკი ბრმას თვალი აუხილოს.